მოგესალმებით. ნებისმიერი ქვეყანა თუ პოლიტიკური კავშირი პერიოდულად დგება ხოლმე კრიზისების წინაშე და ამ კრიზისებთან გამკლავება უწევს. ამაში არც ახალია რამე და არც გასაკვირი. კრიზისი ხან პოლიტიკური შეიძლება იყოს, ხანაც ეკონომიკური. მაგრამ არსებობს კრიზისები, რომლებიდანაც შეიძლება გამოსვლა შეუძლებელი გახდეს. ამ კრიზისს დაღმავალი სპირალის სახე ჰქონდეს და შედეგიც სავალალო იყოს. დღეს ევროკავშირში ჩვენ რამდენიმე სახის კრიზისს ვხედავთ. პირველ რიგში ეს არის იდეოლოგიური კრიზისი. LGBT პროპაგანდა არის ყველგან, ბაღებიდან და სკოლებიდან დაწყებული და საჯარო სამსახურებით დასრულებული. არალეგალური მიგრაციის უარყოფით შედეგებს მუდმივად ვხედავთ. იქნება ეს ევროპის ქვეყნების დემოგრაფიული სურათი თუ დანაშაულის დონე. სუვერენიტეტის დაკარგვა და ეკონომიკური უკუსვლა წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვის უკვე საერთო გახდა. სხვათა შორის ეკონომიკური და დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია, როდესაც ქვეყანაში sapensio ასაკს ზრდიან. საფრანგეთში sapensio ასაკი ჯერ კიდევ 2023 წელს გაზარდეს 62-დან 64 წლამდე. ახლა უკვე ბელგიაშიც იგივე მოხდა. 1 იანვრიდან ბელგიაში sapensio ასაკი 65 წლიდან 66 წლამდე გაიზარდა. და 2030 წლისთვის 67 წლამდე გაიზრდება, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. როდესაც sapensio ასაკი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ პენსიონერების შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება და ამით ეკონომიას აკეთებს. მეორე მხრივ კი სამუშაო ასაკის მქონეთა რაოდენობა იკლებს. ევროკავშირში სხვა კრიზისების მაჩვენებლებიც ბევრია. გავიხსენოთ ავსტრია. 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნების მსვლელობისას ავსტრიის თავისუფლების პარტია ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა. მართალია სხვაობა მაშინდელი კანცლერის კარლ ნეჰამერის სახალხო პარტიასთან მხოლოდ 1%-იანი იყო, მაგრამ ეს სხვაობას უკვე სერიოზული ტენდენციის მაჩვენებელი აღმოჩნდა. ეს მოცემულობა განმეორდა 29 სექტემბერს უკვე საპარლამენტო არჩევნებშიც. თავისუფლების პარტიამ აქ უკვე ხმების 29% მიიღო. მმართველმა სახალხო პარტიამ კი 26% ნახევარი. დეკემბერში სწორედ ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერს ჰერბერტ კიკლს მოუხსნა ავსტრიის პარლამენტმა იმუნიტეტი იმისთვის, რომ პროკურატურის გამოძიებას მის წინააღმდეგ ხელი არ შეეშალოს. საუბარი ეხებოდა ამ პარტიისა და მისი ლიდერის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. ავსტრიის თავისუფლების პარტია ითხოვს მეტ სუვერენიტეტს ეროვნულ დონეზე, არალეგალური მიგრაციის მოგვარებას და მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას, ეკონომიკის გაძლიერებასა და რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას და ასევე უკრაინისთვის მხარდაჭერის დასრულებას. ბედის ირონიით, ავსტრიაში მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს. იანვრის დასაწყისში კი ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა. მთავრობის ფორმირების ჩავარდნის მიზეზად კი ისევ ვითომ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებული ჰერბერტ კიკლი და მისი თავისუფლების პარტია დასახელდა. მათ გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა. ავსტრიის პრეზიდენტმა მალევე ჰერბერტ კიკლს კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა. ასე, ეგრეთ წოდებული სანიტარული კორდონის გამოყენების მცდელობას ჩავარდა და ახლა უკვე უნდა ვნახოთ რა იქნება შედეგი. ან ახალი მთავრობის ფორმირება, ან ისევ ვადამდელი არჩევნები. ორივე შედეგი მმართველი პოლიტიკური ელიტისა და სისტემური პარტიებისთვის წამგებიანი იქნება. მემარჯვენე პარტიებსა და პოლიტიკოსებს კი მეტი შანსი მიეცემათ. ევროკავშირში ზოგადი პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური კრიზისის საუკეთესო სარკე ჯერჯერობით მაინც არის რუმინეთში განვითარებული მოვლენები, სადაც 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. არჩევნების გაუქმების მიზეზად პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული კელინ ჯორჯესკუს დაფინანსების კეთილსინდისიერების საკითხი გახდა სოციალურ ქსელებში. შემდეგ აღმოჩნდა კელინ ჯორჯესკუს TikTok კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ დააფინანსა. რუმინული დაზვერვა კი ამტკიცებდა, რომ ის რუსების დაფინანსებული იყო. სავარაუდო რუსული დაფინანსება იყო სასამართლოს მიერ არჩევნების პირველი ტურის გაუქმების მიზეზი. დღეს უკვე რუმინეთში აქციები იმართება, სადაც ათობით ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას და არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასა და მოქმედი პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის გადადგომას ითხოვენ. მოთხოვნა ერთია და მეორე ის კომიკური მოცემულობა, რომ ვადაგასულმა პრეზიდენტმა მთავრობა უკვე დაამტკიცა და ხელახალი არჩევნები რუმინეთში 4 მაისს გაიმართება.
და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უამრავი ეჭვი ჩნდებოდა და ჩნდება გაუქმებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ერთ-ერთ ინტერვიუში პრაქტიკულად აღიარებდა, რომ არჩევნები რუმინეთში ევროკავშირის ჩარევით გაუქმდა და იმუქრებოდა, რომ იმავეს გერმანიაშიც გააკეთებდნენ. რუმინეთში გავაკეთეთ და საჭიროების შემთხვევაში გერმანიაშიც გავაკეთებთ, ამბობდა ბრეტონი. მართლაც ის, რაც რუმინეთში მოხდა, იყო პრეცედენტი, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შეიძლება არჩევნები გაუქმდეს და გაუქმდეს ასე, ერთი ხელის მოსმით, მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველ პოლიტიკურ ელიტას ევროკრატებს შედეგი არ მოსწონთ. არ მოსწონთ, რომ გამარჯვებული კანდიდატი მეტ სუვერენიტეტს ითხოვს. არ სურს უკრაინის ომის მომიზეზებით საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტი ფლანგოს და გიჟურ LGBT პროპაგანდაში იყოს ჩართული. რუმინეთში მომხდარი საქართველოშიც მაგალითი უნდა იყოს. აქ რომ ზოგიერთს ევროპა გასული საუკუნის 60-იანი და 70-იანი წლების ფორმი წარმოუდგენია და ძველებური კანონის უზენაესობა ახსოვს, ასე აღარ არის. ძველი პოლიტიკური კულტურა წარსულს ჩაბარდა. ახალი პოლიტიკური წესები კი საერთოდ არ გულისხმობს რომელიმე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ნებისა თუ ინტერესის გათვალისწინებას. მთავარია ელიტებს რა აწყობთ და გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით მიიღება. აღარაფერს ვამბობთ გერმანიასა და საფრანგეთზე. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რეიტინგების ფსკერისკენ დიდი წარმატებით მიიწევს. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან წასვლას რესპონდენტთა 61% უჭერს მხარს. ეს დეკემბრის მაჩვენებელზე 2 პუნქტით, ხოლო სექტემბრის მაჩვენებელზე 7 პუნქტით მეტია. შესაბამისი გამოკითხვა იანვრის დასაწყისში ჩატარდა. ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების კრიზისების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ევროპა პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. ევროკავშირის ორი ძირითადი ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როგორც ცნობილი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს, პოლიტიკურმა კრიზისმა გერმანიაში, ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოში, ევროპას საჭის გარეშე დატოვა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ. 2024 წლის 6 ნოემბერს გერმანიის შუქნიშნის კოალიცია დაიშალა და ქვეყანა უმწვავესი კრიზისის ფაზაში შევიდა. კოალიციაში სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები შედიოდნენ. მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მთავრობაც დაიშალა. 2024 წლის 16 დეკემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. 394 ხმით 207-ის წინააღმდეგ გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ეს სავსებით ლოგიკური იყო, რადგანაც გერმანიის მთავრობის ბოლოდროინდელ პოლიტიკას ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით მოსახლეობის 85% ნაკლებად კმაყოფილია ან საერთოდ არ არის კმაყოფილი გერმანიის მთავრობის საქმიანობით. ამ ყველაფერს ემატება ეკონომიკური რეცესია და ქვეყნის დაღმასვლა. ეს თითქმის ყველა სექტორს ეხება და ყველა მოქალაქისთვის მარტივი შესამჩნევია. 2024 წლისთვის გერმანია პანდემიამდელ მოხმარების დონესაც კი ვერ დაუბრუნდა, რაც ეკონომიკური ვარდნის მასშტაბზე მიუთითებს. ბოლო წლების განმავლობაში გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი მატების მაგივრად იკლებს. ის ვერც 2024 წელს ვერ გაიზარდა. მხოლოდ 2025 წელს არის ნავარაუდები მინიმალური ზრდა, 0.8%. ეს წამყვან ეკონომიკებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. პროდასავლური ლიბერალური მედია გერმანიას ევროპის ავადმყოფ ადამიანად მოიხსენიებს. ეკონომისტი მაგალითად კითხულობს, როგორ იქცა გერმანია ევროპული ლიდერიდან მის მაჩანჩალა წევრად. სხვადასხვა ქვეყნების წარმოების ინდექსებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე სწრაფ დეინდუსტრიალიზაციას ევროპული ქვეყნები განიცდიან, განსაკუთრებით კი გერმანია და ავსტრია. დონალდ ტრამპი გამარჯვების შემდეგ ევროპულ პროდუქციაზე 20%-იანი ტარიფების დაწესებას შეპირდა ყველას, ხოლო ჩინურ პროდუქციაზე 60%-იანი ტარიფების შემოღებას. მიუნხენში მდებარე ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის IFOS შეფასებით, ტრამპის ეკონომიკური ტარიფების შედეგად გერმანული ექსპორტი შეერთებულ შტატებში 15%-ით შემცირდება, ხოლო ჩინეთში 10%-ით. ეს ყველაფერი გერმანულ ეკონომიკას საერთო ჯამში შეიძლება 33 მილიარდი ევრო დაუჯდეს. სიდიდით მეორე გერმანული პარტია ალტერნატივა გერმანიის
გერმანიისთვის, რომელსაც ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა ღიად დაუჭირა მხარი, ნათლად ათვისნობიერებს, რომ გერმანია შეერთებული შტატების მიერ ევროკავშირის დამორჩილებას ეწირება და ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა. სარა ვაგენკნეხტიც პირდაპირ ადანაშაულებს ამერიკელებს და ქვეყნის მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის სტიმულირებას. ამ სანქციებს არანაირი კავშირი არ აქვს მორალთან, ადამიანის უფლებებთან ან მშვიდობის სიყვარულთან. ისინი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის სტიმულირების და გერმანული თუ ევროპული კომპანიების განადგურების პროგრამაა. გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ ერთი თვე იყო გასული, როდესაც საფრანგეთის მთავრობაც დაიშალა. მიშელ ბარნიეს მთავრობამ ფრანგული პარლამენტის ნდობა ვერ მოიპოვა. მისი ხელისუფლების დაშლას საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უნდობლობის გამოსაცხადებლად კი სულ 288 ხმა იყო საჭირო. ეს იწვევს უპრეცედენტო პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროზონის სტაბილურობას. შედეგად მიშელ ბარნიე საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ყველაზე ხანმოკლე ვადის მქონე პრემიერ-მინისტრი გახდა. მას შემდეგ, რაც მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტის და მემარჯვენე ეროვნული ფრონტის დეპუტატებმა მის გუნდს უნდობლობა ერთობლივად გამოუცხადეს. მიშელ ბარნიეს მთავრობამ, რომელიც ძირითადად ცენტრისტი და მემარჯვენე მინისტრებისგან შედგებოდა, ხელისუფლებაში სულ 74 დღე გაატარა. მაგრამ ამას წინ უძღოდა მარინ ლეპენის ეროვნული ფრონტის ტრიუმფალური გამარჯვება 2024 წლის საფრანგეთში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნებში და ემანუელ მაკრონის კოალიციის დამარცხება. შედეგებით გაწმილებულმა მაკრონმა საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. პირველ ტურში აქაც მარინ ლეპენის ეროვნულმა ფრონტმა გაიმარჯვა, ხოლო მეორე ტურში მემარცხენე პარტიების კოალიცია ახალ სახალხო ფრონტსა და სამთავრობო აღორძინებას შორის შეთანხმება შედგა, რომ მათ მეორე ტურში ერთიანი კანდიდატები ეყოლებოდათ. დიდი წვალების შედეგად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება წილად ხვდა ახალ სახალხო ფრონტს. მაკრონის აღორძინება კი აქაც მეორე ადგილზე გავიდა. ეროვნულმა ფრონტმა კი მესამე ადგილი დაიკავა, იმის მიუხედავად, რომ პარტიამ აბსოლუტური ხმების მიხედვით გამარჯვება მოიპოვა და არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების ხმების 37% მიიღო. ეს იმითაა გამოწვეული, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები სრულად მაჟორიტარული წესით ტარდება. არჩევნების შემდეგ ყველა ელოდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მაკრონი გამარჯვებული მემარცხენე კოალიციის წარმომადგენელს დაასახელებდა, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური უტიფრობის მაგალითი გამოიჩინა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაასახელა მეოთხე ადგილზე გასული რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. ამ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების სულ რაღაც 5.4% აიღო და რა თქმა უნდა ეს ანტიდემოკრატიული ჟესტი იყო. ანუ ფაქტიურად მაკრონმა ფრანგი ამომრჩევლების ნება უგულებულყო. საბოლოო ჯამში საფრანგეთის მთავრობას მემარჯვენეებიც განუდგნენ და მემარცხენეებიც. მაკრონი საკუთარ ქვეყანაში კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. მას თანამდებობის დატოვებას თხოვენ. საფრანგეთში სახელმწიფო ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტს რატომღაც დრო რჩება რუსთაველის პროსპექტზე გამოსულ დემონსტრანტებს მიმართოს. ბარნიეს გადარჩენის ყველა მანევრი ჩავარდა, ის ჩამოიქცა და მაკრონი, რომელიც ერთადერთი პასუხისმგებელია ფინანსურ და პოლიტიკურ კრიზისზე, უნდა წავიდეს, რათა დაუბრუნოს ხმები ფრანგ გამომრჩევლებს. ორივე ქვეყნის, გერმანიის და საფრანგეთის კრიზისი ფორმალურად ქვეყნის ბიუჯეტის გარშემო არსებული უთანხმოებით დაიწყო. ანუ მმართველი ძალები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა მიზნებზე გაეხარჯათ ფულადი სახსრები. კრიზისები ასევე ქვეყნების ლიდერების რეიტინგის რეკორდული დაცემით და მოსახლეობის მასობრივი უნდობლობით ხასიათდებოდა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მაგალითად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსების ჩამონათვალში მხოლოდ 20-ის ბოლოშია, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი 25%-ზე ნაკლებია. ვერც ერთმა ამ პოლიტიკოსმა ვერ შეძლო ევროპის ლიდერობა გარდამტეხ მომენტში და ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ გერმანული და ფრანგული პოლიტიკური კრიზისი დომინოს პრინციპით მთელს კონტინენტზე გავრცელდება. აღნიშნული სიტუაცია ურთულეს მდგომარეობაში აყენებს ევროკავშირს, რადგან მას ახლა სტაბილურობა ესაჭიროება. ევრობლოკს ასევე სჭირდება ლიდერობის გარკვეული ფორმა. სიტუაცია იმგვარია, რომ არც საფრანგეთს და არც გერმანიას არ ყავს მთავრობები. ეს ის ორი მთავარი ქვეყანაა, რომლებიც საზღვრავენ ევროინტეგრაციის მიმართულებას. გერმანიაში და საფრანგეთში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის ძირითადი გამომწვევი მიზეზები ევროკავშირის თვითგამანადგურებელ პოლიტიკაშია, რომელიც იქ შემავალი ქვეყნების ეროვნული ინტერესებით არ მოქმედებს და შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ დირექტივებს ემსახურება. ამერიკული ინტერესების ბრმა დევნა ევროპაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამძაფრებას იწვევს, რაც ევროპის მასშტაბით დიდ საპროტესტო განწყობებს აღვივებს.
შეერთებული შტატების დირიჟორობით ჩვენ თვალს ვადევნებთ ევროპის დეინდუსტრიალიზაციას. შეერთებული შტატების წნეხით და იძულებით წამყვანმა ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს იაფ რუსულ ენერგორესურსებზე, რაც ევროპული წარმოების კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფდა წლების განმავლობაში. რუსული გაზის მაგივრად ევროკავშირს აიძულებენ ენერგონედლეული უფრო ძვირად შეერთებული შტატებისგან შეიძინოს, რაც ევროპის ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გერმანიის და საფრანგეთის კვალდაკვალ მთავრობა დაიშალა ასევე ავსტრიაში. ავსტრიის სამთავრობო კოალიციის მოლაპარაკებები გაჭიანურდა და მეორე ცდის შემდეგ ვერ მოხერხდა მთავრობის ფორმირება. 2024 წლის 29 სექტემბერს ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ავსტრიელმა ამომრჩეველმა ევროკავშირის მმართველი ნეოლიბერალური კურსი მაგრად შეაჯანჯღარა და ისტორიაში პირველად არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიამ მოიპოვა. ავსტრიის თავისუფლების პარტიამ ხმების 28.8% მოიპოვა და 3%-ით გაუსწრო მართლ კონსერვატიულ სახალხო პარტიას, რომელმაც 26.3% მიიღო. მესამე ადგილზე სოციალისტები გავიდნენ 21.1%. ლიბერალურმა პარტიამ კი ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი მხოლოდ 9.1%-ის აღება შეძლო. მწვანეები კი ავსტრიაში სამარცხვინოდ დამარცხნენ და 8.2% აიღეს. დამსახურებული გამარჯვების მიუხედავად ავსტრიის მმართველმა სახალხო პარტიამ და სოციალ-დემოკრატებმა უარი თქვეს ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან თანამშრომლობაზე და მთავრობის ჩამოყალიბება მათ გარეშე გადაწყვიტეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალმა ავსტრიამ და ლიბერალურმა ფორუმმა მოლაპარაკების მაგიდა დატოვა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გადადგა და განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს შორის ძირითად პუნქტებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. თვითონ კარლ ნეჰამერი სახალხო პარტიას წარმოადგენს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შესაძლოა ავსტრიის თავისუფლების პარტიამ და სახალხო პარტიამ შეთანხმებას მიაღწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად კი გამარჯვებული ჰერბერტ კიკლის პარტიის რეიტინგი 35%-მდეა გაზრდილი. ჰერბერტ კიკლის ხელმძღვანელობით ავსტრიის თავისუფლების პარტიის პოლიტიკური კონცეფცია ავსტრიული ციხესიმაგრის აღმართვაა. კიკლი პოლიტიკური ისლამის აღგზავნის ინიციატივით გამოდის და ასევე თავშესაფრის მაძიებლებისთვის დახმარების შემცირებას სურს. ამიტომაც ის დღის წესრიგში აყენებს რეიმიგრაციის თემას. საერთაშორისო ურთიერთობებში პარტია ნეიტრალიტეტის მომხრეა. ნატოს წევრობის წინააღმდეგი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მოსურნე და ევროკავშირის გავლენის მინიმუმამდე დაყვანის მომხრე. ეს პარტიის ერთ-ერთი წინასაარჩევნო სარეკლამო ბანერია, სადაც ვლადიმერ ზელენსკი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს ეხოევიან. მარცხენა კუთხეში ვკითხულობთ ომის გაჩაღება და მიგრანტების კრიზისი. შუაში კი დიდი ასოებით შეაჩერეთ ევროკავშირის სიგიჟე. პარტიის ძირითადი მესიჯბოქსი გასაგებია. გერმანიის მსგავსად ავსტრიის ეკონომიკაც რეცესიის მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყანაში უმუშევრობა იზრდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 3.7%-ს შეადგენს, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ 3%-იან ზღვარს აღემატება. 2024 წლის ზაფხულის შემდეგ მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა შარლ მიშელის სამშობლოში, ბელგიაში. ბელგია ცნობილია განგრძობადი პოლიტიკური კრიზისებით. ასე მაგალითად 2007-2011 წლებში ბელგია ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კრიზისის მომსწრე იყო, რომლის დროსაც ქვეყანაში გაიზარდა დაძაბულობის ხარისხი. შემაშფოთებელი მდგომარეობა აღმოსავლეთ ევროპაშიც, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, რუმინეთსა და ბულგარეთში. 2024 წლის ნოემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც კონსერვატორმა პოლიტიკოსმა კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, რომელიც ევროკავშირის მმართველ ელიტას დაუპირისპირდა. მას არავინ არ მიიჩნევდა გამოკვეთილ ფავორიტად, მაგრამ ამის მიუხედავად ჯორჯესკუმ რუმინელი ამომრჩევლების გული მოიგო და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის მიერ გაჟღერებული უკმაყოფილების შემდეგ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და არჩევნების შედეგები გააუქმა. ჯორჯესკუს სოციალურ ქსელ TikTok-ში ყალბი ეკაუნთებით რეკლამირებაში ედავებოდნენ, რაც არჩევნების შედეგების ანულირებისთვის სასაცილო მიზეზია. მას შემდეგ, რაც ამერიკელების ზეწოლით რუმინელებმა არჩევნების შედეგები გააუქმეს, შეერთებულმა შტატებმა რუმინეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი დააწესა, რაც საეჭვო დამთხვევას წააგავს. თუმცა ათასობით რუმინელი მაინც აქტიურად აპროტესტებს მათ მიერ გაკეთებული არჩევნის გაუქმებას. პოლიტიკური ქაოსია ბულგარეთშიც. კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება 2024 წლის ზაფხულის შემდეგ ვერ ხერხდება. დიდი ალბათობით ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე მერვე არჩევნები იქნება. ბულგარეთის მაგალითი კარგად აჩვენებს, რამხელა რისკებს შეიცავს კოალიციური მთავრობა შედარებით პატარა და ღარიბი ქვეყნებისთვის.
მთელი ცენტრალური ევროპა პოლიტიკური არასტაბილურობის და რეგრესის ფაზაშია შესული. ბრიუსელის ძველი ლიბერალური წესრიგი წარსულს ბარდება. მოსახლეობაში საპროტესტო განწყობები ჭარბობს. მემარჯვენე კონსერვატიული პარტიები, რომლებიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვებენ სხვადასხვა ქვეყნებში. დონალდ ტრამპის გამარჯვებამ კი ანტილიბერალური განწყობები და კონსერვატიული პარტიების რეიტინგი კიდევ უფრო გაზარდა. კრიზისები ევროკავშირში კიდევ ბევრია და როგორც ჩანს, ეს პროცესი მარტივად მოგვარებადი ვერ იქნება. მიზეზი არაერთხელ თქმულა. შტატების deep state-ი მიზანს წარმატებით აღწევს. ევროკავშირის სტრუქტურები უკვე იმდენად არის დავალების შემსრულებელი, აგენტოკრატიით შევსებული, რომ ძნელი იქნება ამ ყველაფერთან გამკლავება. შტატების deep state-ის მიზანი იყო ერთი მხრივ ევროკავშირის დასუსტება და მეორე მხრივ მისი ეკონომიკის შტატებისთვის მიბმა. ჯერჯერობით ეს მიზანი სრულდება. უკრაინაში ომმა კი მხოლოდ კატალიზატორის როლი შეასრულა. ამაში გერმანელი დეპუტატი სარა ვაგენკნეხტიც გვეთანხმება, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები მიზნად ისახავს შტატების ეკონომიკის სტიმულირებას და გერმანული თუ ევროპული კომპანიების განადგურების პროგრამაა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.